გმირებმა მე და შენ წავიდეთ აქედან იქ აქაურ გარემოს ღრმა და აქვს იქ სადაც ანიბანი იქ სადაც დირი დარი დურია დინება გინება ინება თავები დაკარგეს გმირებმა მე და შენ წავიდეთ აქედან იქ აქაურ გარემოს ღრმა და აქვს საღამოშიდობისა, ვაიცემულ ტელემაყურებლებო, დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად ტელეკომპანია მაესტროს ეთერში. დღევანდელი გადაცემა მინდა დავიწყო მაკრონის გუშინდელი განცხადებით, აი შესავალს გავაკეთებ, იმიტომ რომ ძალიან იმოქმედა ამ განცხადებამ, მე მგონი არ ვიცი, ევროპისთვის სასარგებლო იქნებოდა პუტინთან ხელახლა ურთიერთობა უკაცი იძახის აგერ და აი რა დავარქვათ პრინციპში ამ განცხადებას ვერც მოვიფიქრე ვერაფერი რამე სახელით შეიძლება დაერქვას უბრალოდ ლეგიტიმური ეგრეთ წოდებულ ლეგიტიმაციას მოსიარულე ლეგიტიმაციას მინდა ვკითხო ხალბატონს რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე და ძალიან გთხოვთ გააკეთეთ რამე განცხადება რა აი ძალიან გთხოვთ რამე ესეთი განცხადებები რო იჩითება ხოლმე ეგრევე დუმილში რო გადადის ხოლმე და გადადიან ეგ ძალიან სამარცხვინო ამბავი ხდება რა ევროპაში რა აი ამაზე მეტი რა შეიძლება და კიდე ერთხელ ღმერთო დიდებულო დიდი მადლობა რომ ამ ყველაფერს აგვაცილე რა ძალიან დიდი მადლობა და თქვენ კიდე იფიქრეთ რა განცხადება შეიძლება გააკეთოთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით რა მაგრამ ძალიან გთხოვთ პატივცემულო მოსიარულე ლეგიტიმაცია რომ რამე მაინც ერთი სიტყვა მაინც თქვათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით რა თქვენი სანაკებო მაკრონი რომ ესეთ განცხადებას აკეთებს თურმე რა აი არ ვიცი კარგით დღევანდელი გადაცემა მაინც დეკემბერია ცოტა საახალწლო სამზადისის პერიოდში ვართ სულ ყველანი და რა თქმა უნდა ნორმალურ ადამიანებს გვიხარია ეს ყველაფერი რომ აინთო ქალაქი აინთო ქუჩები ბავშვებს უხარიათ ნაძვის ხე იქ რესპუბლიკის მოედანზე კონცერტები ხალხმრავლობა მაგრამ აი შიგნით ხوارიან ხალხი რომ ამ ყველაფერს ვერ იტანენ და იძახიან რომ აი რა დროს ეს არის და რა დროს ის ნუ აი რა დროს რას ნიშნავს რომ ბავშვები ახალგაზრდები იქნება ძველგაზრდები თუ რაღაც ძლივს რაღაც საახალწლო გარემო შეიქმნა და არ გაიხარონ, არ მოილხინონ, ესე ვთქვათ, არ გაიცინონ, არ იმღერონ, არ იცეკვონ, თუ აი რა. აი ნუ გაქვთ ჩადებული ეს შიგნით რაღაცნაირი გესლი, ბოღმა, შური, თქვენ თავად გღუპავთ ეს ყველაფერი რა. ცოტა გადაეწყვეთ ამ სიტუაციაში. და თქვენი შვილები მაინც ესე ვთქვათ გაახარეთ რაღაცა ახალი წელი მოდის რაღაცა გასაგებია პრობლემები ყველა ქვეყანაში არის და გასაგებია ხა ის მათხოვარი ყველა ქვეყანას აქვს და რა თქმა უნდა ამისკენ უნდა ვისწრაფოდეთ რომ ეს მაქსიმალურად შევამციროთ მათი რაოდენობა და ალბათ ასეც იქნება დროთა განმავლობაში, მაგრამ ნუ თქვენ საკუთარ თავში ნუ ჩაიხვევთ იმ ბოღმას, რა ბოღმასაც სოციალებში და ტელევიზიებში ატარებთ, ეს იქნება ჩემი ძალიან კეთილი რჩევა. დღევანდელი ჩემი გადაცემა ძალიან მინდოდა რომ მომეყვანა, მე ისეთი ვფიქრობდი, სტუმარი და ჩემი უსაყვარლესი კაცი დათო დარჩია მოვიწვიე დღეს სტუმრად, დიდი მადლობა დათო რომ ხარ და ცოტა არ მინდა რომ რაღაცნაირად ისე რაღაც ამ დეკემბრის თვეში ისე რაღაც პრობლემებით გადავტვირთოთ რა ეს მსმენელი და მაყურებელი. თუმცა უამისოდაც არ იქნება ხა რაღაცნაირად
მინდა რომ შენ დაგელაპარაკო ამა თუ იმ საკითხზე. უბრალოდ რა მინდა იცი გითხრა რომ აი გუშინ სულ ხო არის ეს ლაპარაკი რა და აი პოლიტპატიმრები, გამოუშვით პოლიტპატიმრები და პოლიტპატიმრები სინდისის პატიმრები და მოკლედ არის ესეთი ამბები და ამითი მინდოდა დამეწყო ვიფიქრე გუშინ რომ აი რაღაცნაირად ახალი წელი მოდის, რაღაცნაირად ხალხს უხარია, ყველა რაღაცნაირად ჩემშიც ხო დაწონილი მაქვს ეს ყველაფერი რა მოხდა, როგორ მოხდა, რანაირად მოხდა და აბსოლუტურად ვთვლი რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, იმიტომ რომ ძალადობა თვითონ აი რომ გაუყვეთ თავიდან ხო ამ სიტუაციასაც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა ამ 1 წლის განმავლობაში ძალადობა დაიწყო პოლიციელების მისამართით რა სიმართლე ეს არის ხო ყველა უყურებდით ამას როგორ დაიწყო ძალადობა პოლიციის მისამართით როგორ დაიწყო ძალადობა პარლამენტის მისამართით როგორ წვავდნენ როგორ ესროდნენ პოლიციელებს ამ რაღაც საშინელ რომელმაც 100-ზე მეტი პოლიციელი დააზიანა და მე ძალადობა მოყვა ეხლა რა გასაკვირია ეს ქართველისგან განსაკუთრებით ხო ჭეშმარიტებაა ხო რომ ძალადობა მოყვება და ეხლა ესე რა თქმა უნდა ის უნდა ჩაეწყნარებინათ ის სიტუაცია რაც იყო და ხო და უცბად ამათ რაღაცნაირად აი ამ ტყუილი მედიების საშუალებით ხო რაღაც თავის თითქოს რომ ჯერავთ რომ ვიღაცას რაღაცა მედია არსებობს მაგრამ ამ მედიების არავის არ ჯერავს ხო ფაქტიურად ვინც ნორმალურად აზროვნებს ეხა ყველა ძალიან კარგად ვიცი და ელემენტარულად ის ადამიანები მე მხედველობაში მაქვს მხოლოდ იმ ბიჭების სიტუაცია სხვა დანარჩენი პოლიტიკოსებზე და იმაზე არა მაქვს ლაპარაკი და აი იმ ბიჭებზე ლანდრო ჭიჭინაძე მაგალითად რა ხო და ვფიქრობ რომ სულ რაღაცნაირად აი ეს ადამიანები ხო რაღაც შეიძლება ისე შეიძლება ასე შეიძლება ვიღაცას პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე შეიძლება მოკლედ უნებლიეთ ამ სიტუაციაში მოხდნენ ამ სიტუაციაში რა ზოგი გაცნობიერებულად ზოგი გაუცნობიერებლად რა ხო და სულ ვფიქრობ რომ რაღაცა მართლა გული მტკივა იმაზე რომ ადამიანებმა ხო ამდენი ხანი ხა ციხეში ზიან და პრინციპში იმის ვაშკაცობაც არ ყოფნით და მე ამას ვაშკაცობას დავარქვევ რომ თქვა რომ რაც შეგეშალა თქვი რომ შეგეშალა რა და არ ვიყავი მაგრამ დაუშვათ აი დავს ჩემეშალაც არ თქვა რა თქვი რომ დაუშვათ თუ შენ ესე პოლიტიკურად გაწყობს რომ არ ბოდიში არ მოიხადო ნუ მოიხდი უბრალოდ რაღაცნაირად გვაგზნობინე რომ რაღაცა არასწორი საქციელი იყო რა პოლიციელებზე ძალადობა იქნებოდა თუ ეს თუ ამ ქალაქის გადაწვა სინანული რაღაცნაირად გვაგზნობინე ხო მაგრამ ნუ ამასაც არ შვებიან მაგრამ ეხა ანდრო რა არის ისა დათო რა არის იცი რომ დარჩო ვიფიქრე რა გუშინ და ძალიან მინდა მივმართო ისედაც ეს ჩემი ნაფიქრია მხოლოდ არ გეგონოთ რომ რაღაც ვიღაცისგან მოწოდებული აზრია იმიტომ რომ ახალი წელი მოდის მაინც და მგონია რომ რაღაცა მაინც კაი ისინი თუ არაფერს არ იძახიან და დაუშვათ თავიანთ შეცდომას არ აღიარებენ ხო მაინც მგონია რომ რაღაცნაირად სიკეთით უპასუხოთ რა და აი ეს მარტო იმ ბიჭებზე მაქვს ლაპარაკი ვინც დაუშვათ ამ შეტევაში მიიღებდა მონაწილეობას რა იმ ახალგაზრდებზე რა რაღაცნაირად ვთხოვ აბსოლუტურად ყველას პირველ რიგში პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს და ვთხოვ საპატრიარქოს რა თუ რამდენად გაითვალისწინებენ ჩემ თხოვნას არ ვიცი მაგრამ შემიძლია პასუხისგებლობაც კი ავიღო ჩემ თავზე რომ რაღაცნაირად გამოუშვით ეს ადამიანები წინა საახალწლოდ რომ დააფიქრდნენ რაღაც სიკეთის ფასი რა არის სიყვარულის ფასი რა არის მე ვიქნები პასუხისმგებელი პირადად იმისი თუ ამ ადამიანებმა ისევ იგივე დანაშაული ჩაიდინეს რაც ჩაიდინეს და თუ ჩაიდინეს კიდე მე აბსოლუტურად ყველანაირად მზად ვარ რომ
ეს პასუხისმგებლობა ჩემ თავზე ვიკისრო და რაღაცნაირად ყველანაირად თუ კი რამე გააკეთონ მაშინ ის რომ მეც დამაყენონ დარტყმის ქვეშ და თავიანთი თავების დაიყენონ კიდევ ერთხელ რომ რა თქმა უნდა მაგათ მეორედ უკვე აღარავინ აღარ აპატიებს და რა თქმა უნდა არა უბრალოდ იქნებ სიკეთე მაინც დაინახონ იმისი რომ რაღაცნაირად ჩვენ არ გვიხარია მათი ციხეში ჯდომა რა არანაირად არ გვიხარია უბრალოდ მინდა რომ რაღაცნაირად ეს რაღაც დამთავრდეს ეს თითქოს მათი სახელით ლაპარაკი მათი სახელით ის რომ აი პოლიტიკური პატიმრები და დიქტატურა და და დაჭერები და გამოუშვით რა გამოუშვათ ძალიან გთხოვთ რა აი საპატრიარქოს მიმართავ პირველ რიგში და რა თქმა უნდა ხელისუფლებას თუ კი რამე დამსახურება გამოჩნია ამ ქვეყნის წინაშე ძალიან გთხოვთ რომ ეს ამბავი მე შემისრულოთ პირადად და მე ვიქნები პასუხისმგებელი იმისი რომ ეს ადამიანები იგივეს აღარ ჩაიდენენ რა თუ ჩაიდენენ და ახავართ ჩვენს და ახახართ თქვენს და რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა არავის არ ასწავლენ საწავლენ ბოლო უბრალოდ არავის არ ასწდება და რა ვიცი თქვენი გადასაწყვეტია უბრალოდ მე ვთქვი ის ამბავი რომ რაღაცნაირად სიკეთით და სიყვარულით დაუპირისპირდით ჩვენ ამ სიტუაციას რაშიც ვართ მე არ ვიძახი იმაზე არაფერს რომ დაუშვით ხა მზია ამაღლობელი ცალკე თემაა თუმცა დაკიდეს ჩინმენდლები ესე ვთქვა და სახაროვის პრემიები და ეს უხარიათ ამათ რა და მინდა უთხრა ქალბატონ მზიას რომ არაფერი არ არის რა არაფერი არ არის საერთოდ ლევას უყარდა ხოლმე რა იმის თქმა რომ ისაო რა ქვია რომ მედლებს რო კიდებდნენ ხოლმე ან რაღაცა ვიღაცებს რო აჯილდოებდნენ და რაღაცა ესე გადმომხედავდა ხოლმე და ჩინმენდლები და ის იმას მახსენებდა რა ვიდა გაუშვა ერთი პატარა სიუჟეტი რა ხანუმადან უყარდა ეს ძალიან მაგრად ეს სიუჟეტი და მინდა განახოთ თქვენც რა იდღეს გამახსენდა და ლევანიც გამახსენდა რა თქმა უნდა და მინდა განახოთ ეს პატარა ფრაგმენტი რა ძალიან გთხოვთ თუ შეიძლება გაუშვით რა დაუშვით აღარ გასვოთ მე და თქვენ აი მე და თქვენ ორთაჭალის ბაღში რო ჩვენი ერთ დღესა აი ჩვენი ერთ დღეს რომ ორთაჭალის ბაღში აი თქვენი თეთრი ჩოხითა ხმალ ხანჯლითა ჩინმენდლებითა ორდენებითა ჯინჯილებითა ჟეტონებითა მენდლებითა მოკლედ აი მთელი ამ პრიალ აი ჟეშტეულობით აი ორთაჭალის ბაღში ერთი გემრიელად რა აი მამა პაპურად რო ისე ერთი დაჩხოშერად აი რო გუჟეჟეს ვაი დედი ჯარა ბავიკო მე რაი უკაცო ამ თეთრი ჩოხით რო გადმოგიღე 13 წლიდან ამ შავ ტლაპოებს ჩაი დაუნები მეც აღარ იზამ აბატი ცოდო ამკრია არ უნდა მეთქო მაგარია და აი ეს ამას მახსენებდა ხოლმე რა რაღაც ისეთი სერიოზული დაჯილდოებები რა ისეთი რო იყო ხოლმე ესე გადმომხედავდა ხოლმე და ჩინმენდლები შეშტეულობები და აი ეს გდებოდი ხოლმე სიცილით რა ჩინმენდლები და რა პრემია და რა სიგელები რა ერთი რაღაცა მინდა განახოთ რასაც ლევანი ოცნებობდა და პრინციპში რაზეც იყო მთელი მისი ცხოვრება ჩამოკიდებული და რაც უნდოდა ყველაზე მეტად რა თუ შეიძლება აი მინდა რომ განახოთ რა ლევან გაჩეჩილაძე მარადისობის მკვიდრი გახდა ეს არის ილია მეორის წერილი ლევანის გარდაცვალების შესახებ და ეს იყო ლევანისთვის ყველაზე დიდი ჩინმენდალი მინდა გითხრათ რა დანარჩენ ჩინმენდლებს ის არ ცნობდა ღმერთმა დალოცოს ბატონი ლევანის უკდავი სული აი ეს მარტივად რო გითხრათ ეხლა მთელ წერილს აღარ წავიკითხავ რა კარგით ეს მინდოდა ამ ჩინმენდლებთან დაკავშირებით მეთქვა რა იმიტომ რომ არ არსებობს ყველანი რაღაც ღმერთის შვილები ვართ და ჩვენი ნება არაფერი არ არის რა თქმა უნდა ამ ქვეყანაში ჩვენი ნება არ იყო მშობლების არჩევა ჩვენი ნება არ იყო რა თქმა უნდა დედმამიშვილების არჩევა ხო და ხშირად რო ვფიქრობ აი
ვის გადაუხადო მადლობა ამ ყველაფრისთვის, რომ დაუშვათ ესეთი დედმამის შვილი შემხვდა, ხო? ხშირად ფიქრობ ხოლმე ამას, ვის შემთხვევას? თუ ვის გადაუხადო ამ ყველაფერზე მადლობა, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე, ესეთი დედმამის შვილი შემხვდა, ესეთი მშობლები შემხვდნენ. შემდეგ ჩემს გარშემო ესეთი ადამიანები ცხოვრობენ. ამას ყველაფერზე ვის გადაუხადო მადლობა, შემთხვევას ყველაფერს? მე სხვანაირად ვფიქრობ და აბსოლუტურად დიდი უმრავლესობა ჩემი ქვეყნის, ჩემი საყვარელი ადამიანების სულ სხვანაირად ფიქრობს ამ სიტუაციას და მინდა რომ ყველამ ესე იფიქროს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად სხვა ქვეყანაა რა, სხვანაირად უყვართ აქ ქრისტე და ეს დაამტკიცა კიდევაც კორონას პერიოდმა რა, როდესაც მთელ მსოფლიოში ყველგან დაიკეტა მონასტრები და ერთადერთი ბრილიანტი დარჩა, სადაც წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა. დიდი მადლობა ამისთვის ყველას, ვინც ამაში იღებდით მონაწილეობას და ვისაც ეს გეამაყებათ. დათო, მოდი შენთან გადმოვალ, ხა მე რა არის, მე ანდრო ჭიჭინაძეს ერთხელ ვარ შეხვედრილი თემიკომ გამაცო ჭიჭინაძემ და ძალიან უყვარს თემიკოს რა, ანდრო და ჩემზედაც ძალიან ესეთი სიმპათიური შთაბეჭდილება დატოვა რა, ძალიან თავდაბალი, ძალიან ესეთი კაი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა რა და ძალიან გამიკვირდა სხვათა შორის. ძალიან გამიკვირდა ეს ამბავი, თუმცა მე რო გავიგე რომ ეს ლაკა ხოშტარიას ძალიან ახლობელი ადამიანი იყო და ეს იქ უკვე მივხვდი ყველაფერს, რაშიც იყო საქმე და რაშიც მაგრამ გონია რომ რაღაცნაირად თვითონაც შეიძლება აანალიზებს ამ სიტუაციას, იმიტომ რომ ეს ლაკა ხოშტარიას თემა არ არის შემთხვევითი თემა რა. ლაკა ხოშტარიას თემა არის ის რომ ადამიანს რომელსაც მგიმო აქვს დამთავრებული, ხო? სულ ელემენტარულად რო ვთქვათ რა, ეხლა პოლონეთში მაგალითად კანონი არის მიღებული, რომ გიმო დამთავრებული ადამიანები საერთოდ ჩამოცილებული ყავთ ყველანაირ პოლიტიკას და საჯარო სამსახურებს. წარმოიდგინე, აი რამხელა დონეზე აქვს აყვანილი ეს სიტუაცია, რომ აბსოლუტურად ყველანაირი ხო და ნუ რა თქმა უნდა ეხლა ანდროც ძალიან ახლობელი მათი ოჯახი ის და იმათაც ვერ უღალატა თავიანთ ინტერესებში, ესე მგონია და იმიტომ წავიდა იმაზე, რაზეც წავიდა რა. ხო და ძალიან ისეთი ჩახლართული სიტუაცია ამ დროს ადამიანი თუ ხარ გულის სიღრმეში ის განიცდი ამ ამბავს რა. ხო, ადრო არ არის ხა ესეთი ხო ის არის რა ქვია, მაინც ხელოვანი კაცია ასე თუ ისე და თეატრის კაცია და რაღაც შეიძლება როლებიც უთამაშია, კლასიკოსების როლები უთამაშია რაღაცა და ამას ეს რო გავლილი ხო ეს მარტივი ადამიანი უკვე აღარ ახარ რა, რაღაცაზე ფიქრობ, რაღაცაზე აი რას ფიქრობ შენ აი ჩემ განცხადებასთან დაკავშირებით რაც გავაკეთე რა. მაგას ფიქრობდი, სასწაული განცხადება გააკეთე იმ თვალსაზრისით რომ ეს ადამიანები ნუ რამოდენიმე ადამიანზე ახლა იქ საუბარი რა თქმა უნდა არ ეხება ამას ვინც პოლიტიკაში არა მაგათ არც ვიდეო ეს ადამიანები არიან ისეთი ხელოვანი ადამიანები რომელიც ნუ იგივე ის რაც ახსენე და თქვი აი ესე დაემართათ მე არ ვთვლი რატომღაც მე რომ აი ეს ისეთი სასჯელია რომ აი ახლა ეს ადამიანები გამოვკეტოთ თქვა ციხეში და რაღაცა შესაძლებელია რომ აქ თუ არ ამბობს და თუ თქვი მანდა მაინც ახლა თქვი რომ დამნაშავე ხარ. კაი შეიძლება ვერ ამბობს რა ადამიანია ესე ვერ იმას, მაგრამ კარგი იყო რომ შენ გააკეთე მაშინ ეს ასე ვთქვათ დიდი სულოვნება გამოიჩინე და შენაჩუქე ასე ვთქვათ ის და მე მართალია ის და ადამიანები ვართ ხო ის დაფიქრდება გია ყველა ამბავში დაფიქრდება რომ სიკეთე მომივიდა გამიკეთეს ხო ესეა მე არ ვიცი უნდა სიკეთე თუ უპასუხო აი ეს რაღაცა უკვე ეგ მივდივარ აი ღმერთთან რომ დაკარგულია ღმერთი და სვეტის სიყვარული დაკარგულია აი მანდ მასე მივალთ ერთმანეთს რაღაცნაირად ჯინში და რაღაცა თუ ჩავდექით აი ეს იკარგება აი არაფერი არ გამოვა რა თქმა უნდა გულის შემტკივა მე არ მქონია ესე მეც თემიკოსგან ვიცი თემიკოს მონაყურისგან ვიცი რომ კარგი ბიჭია კარგი გარეგნობით კარგი ეთყობა მსახიობიც არის რაც ხო და ესეთი
ადამიანი სავარაუდოდ არ არის მგონია, არ იქნება ისეთი საშიში, რომ შენ დიდი ხანს გამოკეტო რაღაცნაირად ციხეში და ეს ქნა აჩუქო რაღაცა ის თემა, რომ გამოადგება ეს ადამიანი ჩვენს ქვეყანას და გაუშვეს ახალწოდ, რა ვიცი, არ უნდა იყოს ჩემი აზრით და ფანტასტიკური განცხადება იყო. ცირე ხა თან ისეთი განცხადება იყო, თან იღებში რაღაც პასუხისმგებლობას ესეთი ისეთი თემა. არა მას არანაირი პრობლემა ამ პასუხისმგებლობის აღებით, თუნდაც რომ გამეორდეს იგივე სიტუაცია. ხო, იმიტომ რომ შეიძლება ასე ხო, ადამიანები ვარ, ქართველები ვარ, თან ეს მაგდროს შეიძლება გამეორდეს და ამ პასუხისმგებლობას რო იღებდიო ვიღაცამ შეიძლება შემოგვიწყდეს გასშვებიო, მაგრამ ნუ იღებ ამ პასუხისმგებლობას. ხო და ეს ისეთი თემაა და გიცნობს მთელი ქვეყანა და ის არ ახარ, ხო? ხო და ხო, საწასვლელები არიან, მე გაუშვი და თუ თქვათ ვინ იცობა და მე არ მგონია რომ განმეორდა, აქ არ არის, ან შეაბუნებ და უკვე ძალიან სხვანაირად შეაბუნებ, თქვათ. არა, რატო იცი რომ ეხა უყურებ მაინც ახალგაზრდები არიან, რა შეიძლება რაღაცა უნდა ის რაც არის 4 წელი, 5 წელი ძალიან ისეთია რომ მან თქვათ ასე თქვათ ის აკრეფილი ის ტემპი რაღაცა შეიძლება რაღაცა დრო ჭირდება ამას, რაღაც ასაკი ჭირდება რომ რაღაცამდე მივიდენ და ესმის ახალგაზრდობაში მეც რაღაც ისე ვიყავი რომ აი დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს და რაღაცა და მე ნელ-ნელა ხვდები ამ შეცდომებს რომ ტყუილი იყო რაღაცა იყო არა მე არ შემილია შინაგანად ეხა თემიკო ხო იცი ჩემთვის რა არის რა თემიკო ძალიან განიცდის ამ სიტუაციას ქონდა ამ დღისიანთ ისევ საუბარი ძალიან განიცდის რა და ფაქტიურად ეს სიტუაციები რომელიც ხდება ხო ეხა ეს ერთმანეთ მიმართებაში ადრე რომ ძალიან კარგად იყვნენ ერთმანეთთან და ეს დაშორება, გამოშორება ეს კიდე სასწაული მომენტია რაღაცნაირად სამეგობრო და საახლობლოა საუბარი ხო ეს არის კატასტროფა კაცო გავიგეთ პოლიტიკა შეიძლება საგია საერთოდ ვერ ვეკვირდი ესე თქვა და არც ნაკლებად მაინტერესებს რა მაგრამ ნუ ძალაუნებურად ხარ იმიტომ რომ თემა ესეთი იმიტომ რომ მეგობრებს ძმაკაცებს, დაქალებს შეეხო ერთმანეთში, აღარ საუბრობენ, ეჭხუბლებიან და პოლიტიკის გამო ხდება ხო ეს ყველაფერი და უფრო ამაზე უბრაზდები და უფრო მზიზღდება, ასე ვთქვათ ეს პოლიტიკა, კაცო, მე ურთიერთობა მინდა. ეს სიტყვა დაკარგულია. ამის აღდგენა ძალიან გართულდება, გია თუ რაღაცა გამოსავალი არ ხო და რაღაც ერთმანეთისკენ წასვლელი გზები ვიპოვოთ რა, ვიღაცა უნდა კი გასაგებია რომ ეს თავმოყარეობა, პატივმოყარეობა რომ არ მოვიხდი არანაირ ბონდის აიჭი და ჩვენთან თეატრში უკაცრავად მოხდა ერთმა სახელმწიფოები დაიწერა რომ ჩვენ გვესწავლეს სახურავიდან რაღაცეები. ხო. მაგ დროს. ხო. ნუ ტყუილი ხარ რა თეატრ სახურავი და ის ჯერ ისეთია რომ ვერ დადგები, გადმენ ჩამოსრიალდები. ხო. გვეს ჩვენი თეატრიდან თან ჩვენ თეატრში არის ის გალბატონი. ეხ დღესაც. ხო. ანუ ცილისწამება, მომდა ტყუილია. არ იყო ესე. და მე რაღაცა კრება იყო თეატრის და გამოვიდეთ რაღაც წავიდა საუბარი რაღაცებს და ამ გოგოსთან დაკავშირებით ისევ მოხდა და ასე ვთქვათ დაეჯახა მთელი თეატრი ბოდიში მოიხადე ჯერ სანამ თქვათ რამეს იტყვი რომ არ ქონია შეხვედრა ესე აი ამბიბის მერე ეს გოგო არ ყოფილა ესე რომ თქვათ შეხვედრა დასს და შენ ბოდიში გაქვს მოსახლეები და იყო ერთი ამბავი შეიძლება აქვს კიდევაც და თემა მაგრამ ნუ იქ იმ სიტუაციაში იმას ვერ მოიხადა არ მოიხადა სხვა თემა იგივე ანუ ანალოგს ვაკეთებ შეიძლება ვერ მოთქვას ესე ვერ მოგიხადოს ბოდიში მაგრამ და ჩვენ და იქ ლევანმა სხვა თუზე ბერდომ ეხლა დამშვიდითო ყველაო სულ ყველა მე ხა ნუ გადავთელეთ ეს ერთი ადამიანიო ესე ვიცი რა ტიპიც არის ლევანი და ჯიგარი ხო და მართლა რომ არ გინდა თუ ეხლა ესეო ტყანიაო რა თქმა უნდა მაგრამ ეხლა ესე და მოკლედ ვის თქმა მინდა გია ამით რომ დათმე რა შენ ნუ დათმე იმ ამბავში თქვი რომ აი ესე დაარღვია რა თქმა უნდა ნუ კი მაგრამ ნუ არ ვთვით ამ ეტაპზე რომ სადმე წავა ან რაღაცა და ამ ახალწელს ჩვენ ვუკეთებთ მას რაღაცას და აბატონო წაბდანი სახლში აი რამოდენიმე კაცი აქვს საუბარი აი ხელოვნებასთან და ვინც ცოტა ის რაღაცა ჩემი აზრით კიდევ ვთქვა გაურკვევლად არის მაინც მოდი ესე ვთქვა და რაღაცების ხათრით ქართველები ვარ და დათესაობა და დეიდაშვილი და მამიდაშვილი და ნუ ეს გვაქვს რა და ამას არანაირი პოლიტიკა გაუშვერს საქართველოს და ესეთ მომენტებს ხო და ძალიან მაგარი ის იქნებოდა გია და საპატრიარქოც რა ვიცი
ესეთი თემა სიკეთის კეთება რა ხო შეუშვირე მარჯვენა მარცხენა და რაღაცნაირად აი ამ თემაში ვარ პირიქით აი ხო გამოსავალი თითქოს არ არის ვიღაცამ ხო უნდა იმას ქნას ეხა გასაგებია რომ იყო დანაშაული ვიდგეთ ესე და გასაგებია რომ იყო დანაშაული გასაგებია რომ ძალადობა დაიწყო პოლიციელები პირველი ძალადობა დაიწყო ქუჩის აქცია ეს გასაგებია რომ ეს გადაწვა და ყველაფერი გასაგებია და საერთოდ არანაირი სიტუაციაში არავის არ ვამართლებ ამაში იმიტომ რომ გავლილი მაქვს ეგ პერიოდი რომ ძალადობის გარეშე 100,000-იან და 200,000-იან მიტინგებს მართავდი მაგრამ ჩვენ მივიდეთ ესე თასთან თათუ არ მოდის ჩვენთან ვიღაცამ უნდა რაღაცნაირად ასე ვთქვათ სიკეთისთვის და კეთილდღეობის ქვეყნისთვის შერიგებისთვის კი უნდა შევრიგდეთ რაღაცნაირად უნდა მოხდეს ეს იმიტომ რომ ის ხო უცხო ხო არ არის რაღაცა სხვა თან ჩვენი პროფესიაშია ბევრი ადამიანი ბევრი ისა არა ვარ დიდი ინდოეთში ვიყავი ინდოეთში ჩამოსული ამ ხელა ქვეყანა სიგიჟე რა მილიარდ 400 მილიონი საერთოდ რომ ჩვენ ვიცნობთ ყველა ერთმანეთს ყველა ვიცით თქვათ ასე ვირისი გამკეთებელია გააკეთე შენს სიკეთე და რა ვიცი აქ თუ არა იქ მაინც დაგიფასდება რა არის იცი და თუ ხო შეიძლება აი შეადარო რა ორი მიტინგი და ორი ესე იგი აქცია რომელიც რუსთაველზე იმართებოდა ხო აი აქცია ეს აქცია რომელიც იყო ძალადობრივი აქცია მართლა და ცეცხლის ესე ვთქვათ იმებს ეს რომ პოლიციელებს და რაღაცას და იყო 2026 მაისის აქცია თუ გახსოვს ეხლა წარმოიდგინე შენ მაგრამ ნუ ვიცი ანაბიანები არაფერს არ აკეთებდნენ წარმოიდგინე ელემენტარული იყო რომ უბრალოდ სცენიდან მიმართავდნენ ხალხს და არც იყო დიდი რაოდენობა რა მოდიოდა საშინელი წვიმა შენ წარმოიდგინე ნონა გაფრინდაშვილი გაიგდეს წირქვეშ ბიჭო აბა არაფერს არ აკეთებდნენ და ეხა ეს შეადარე რა ამ ორი რაღაცის შედარება რომ ყველაფერს რო თავი დავანებოთ რა როგორ შეიძლება საერთოდ რა ხო და პირიქით აი გასაგებია რომ ყველაფერი და თქვენ არ ზადნაოთ არ თმობთ თქვენ იმას იმიტომ რომ რაღაცა თქვენ იბრძვით ესე ვთქვათ წყალებში მისთვის რა ქვია თავისუფლებისთვის და რუსეთის რო არ იმას და წავიდეთ რუსეთში და რაღაცა და ევროპული მომავლისთვის ესე ვთქვათ ბჭყალებში თქვენი ევროპული მომავალი კი დავინახეთ აგერ მაკრონის განცხადებით რაც არის და როგორც არის მაგრამ მაინც კარგი ჩვენ დავთმოთ ჩვენ გავაკეთოთ აუცილებლად რა სიკეთე მაინც სხვა რამეა სიკეთის კეთებას რა სიკეთე ხუთჯერ არა თქვენ ესავთ ანუ და სულ ეგ მახსენდება რა აი მე სულ ეგ მახსენდება ჭაბოს სიტყვები რომ ისა ბოროტება ისე ხმაურობსო რა ძალიან ხმაურობსო ბოროტებასო მაგრამ სამყაროს მაინც ჩუმი სიკეთე მართავსო რა რომელიც არ ჩანსო რა არ ჩანს აი არის ჩვენ გავაკეთოთ აუცილებლად ჩვენ შეგვიძლია ჩვენ თქვა გავაკეთებდით თქვა მაგრამ ნუ ვისაც ეხება ეს ხო მე არ ვიცი ხა რამდენად ეხა ესენი პოლიტიკას მიიღებენ იმიტომ რომ მე ვფიქრობ მაინც რომ დავფიქრდი ხო არა არ შეიძლება რაღაცა ესეთი ვარიანტი ცოტა მგონია რომ სიაბანდი ეხლა შეიძლება ეს შენ დათმო თქვი რომ ოღონდ ეს არის კი ბატონო თქვით რომ დანიშნე მაგრამ ამ სიკეთეს ჩვენ ვიზამთ გავაკეთებთ ეს მგონი რა ვიცი მაგარი სიკეთე თან ახალწლით რომ ყველას უხარია და რაღაცა იქნება მაგათი ეგენიც გავახაროთ და მაგათი და წავიდეს რა ბოლო-ბოლოს ამ შერიგებისკენ რაღაცებისკენ საქმე თორე აი კიდე ცალკე თემაა პოლიტიკური თემაა და რაღაცა და ეგენი ფინანსდებიან იქიდან არავითარ შერიგებისკენ არ წაიყვანენ საქმეს მაგრამ მე ჩვეულებრივ იმ ადამიანებზე ვიძახი, ვინც ასე თუ ისე შეცდომაში იქნა შეყვანილი, ესე მგონია ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა საბრძოლველია დღეს, იმიტომ რომ ხედავთ გარედან რა შემოტევები მიდის. საქართველოს სხვა ბრძოლის ველია დღეს რა, ეს არაფერი არ არის, იმიტომ რომ ადამიანს ვეკითხები რა იმ დღეს ახალგაზრდა ეტოჟე ესეთ ადამიანთან მქონდა რაღაც პატარა ლაპარაკი და დამაინტერესა რომ ჩუმად ვიყავი და ერთმანეთში ლაპარაკობდნენ და ჩავერიე რა და რუსეთი ახსენებენ რომ აი ისე და რაღაცა და მამა ჩემი მაგიტო აფხაზეთში გარდაიცვალა და რუსებს ებრძოდა და რაღაცა და მე ვთხარი აი
ეხა ხო შე რაღაცა პოლიტიკურად ფიქრობ და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებ მეთქი და საერთოდ იცი მეთქი რა არის მეთქი კოსოვოს სინდრომი და ფაქტორი მეთქი კოსოვო რა არის კითხა ნუ აი ხა ესეთი ადამიანები გესმის ხა დაგანა და პოლიტიკას განიხილავენ რა გესმის იმდენად აყოლიებულები არიან იმაზე რომ რაღაცა ეს როგორ შეიძლება რომ არ იცოდეს საერთოდ რატო დაგვემართა ეგ ამბავი ხო რაღაცნაირად აი საერთოდ საქართველოს რატო დაემართა ეგ ამბავი ხო ეგ ხო არ იყო რომ რაღაცა ეტაპის მეორე მსოფლიო ომის მერე რომ დაიშალა და დაინგრა და პირველი კოსოვოს აღიარება მოხდა ამათ ჯინაზე აღიარეს მერე აფხაზეთი და ეგ ხო უნდა იცოდე კი ბატონო აუცილებლად ხო არა ელემენტარული არ იციან და ნუ რა ვიცი რა შეიძლება დაველაპარაკოთ ახლა მაგათ ხო მაგათი ამბავი არის რომ ნახო რა საერთოდ გლობალურად უნდა შეხედო რა მოცემულობაა და მერე გააკეთო აქციები მერე გააკეთო რაღაცა და აღა თუ არ ერკვევი ამაში და უბრალოდ გამოდიხარ და ყვირი ხარ და ეს ხო არ არის რაღაც ისა რა ნუ გამოდის რომ ის უბრალოდ გამოდის და ყვირის რა ხო რა მოდი თქვათ რა ახლა ქვეყანაში ზოგჯერ დავფიქრდები ხოლმე იგივე ჩვენს პროფესიაში ხო გამოსვლა და მდგე სათქმელი კაცო თუ ინდა გამოსვლით იყოს რამდენია იცი მოსაწესრიგებელი რაღაცეები ამაზე ის თქვი ამაზე ვიკამათოთ ამაზე ვისაუბროთ რა იმხა რაღაც სისულელებს გამოდიხარ რაღაც მესვრიდან ავტომატს ნუ არ გამოვა ესე რა ტყილში ვართ ესე რა და სიყვარულს აცდენილები ვართ ღმერთს რაღაცნაირად აცდენილები ვართ აღარ უნდათ ეს ბულინგები რაღაც უბრალოდ ადამიანი ხო იცი ყველა ვერ არის მე რაღაცნაირად ტვინი თუ რაღაც ესე მაგათიშვილი რომ საერთოდ გია არ ვაქცევ ამას ყურადღებას აი რაღაცა სასწაულებს ხო წერენ ისეთ რაღაცებს რომ აი ამას ყურადღება ადამიანის რეაქციაში მე დავფიქრდები ისეთი ადამიანები უბულინგებთ ისეთი გენიოსები ისეთი რაღაცა სოფლიოში რომ ეს ეხლა ნუ კაი მეთქი მე გადაობა რა იმ ტიპებთან შედარებით რა აქ ეს მაიკა რომ ამ კაცსაც კი თავი დროზე ისეთი ბულინგები იყო რაღაც თემებზე რომ რა ვიცი საპაზრე ოქროკაცი გენიოსი რა ვიცი სუპერკაცი და გუშის ვარდაშორის რიჩარდსის დაბადების დღე იყო რა ის კიდე მეორე გიში ხო და იცი რა არის რომ ამიტომ ეგ ჩვენი სოფლიო ოლიმპიური ჩემპიონები რაღაც ჯერ რა ტექსტებს შეიძლება გული აი იცი ეხლა კიდე გეუბნები არ მაინტერესებს პოლიტიკა არაფერი ამას უცებ რომ დავხედავ ხო ვარ აქ ვარ ტრიალებ აქ ცხოვრობ დავხედავ და ეს რაღაც უცებ დავინახავ აი მიგვწება რა გული მეთქი კაცო ეს ის ერი არ არის ლაშა ყვიროდი და ცრემლები მოგდის მართლა ცრემლები მოგდის თითო ქართველის გამარჯვებაზე რა მემართება რა ასაკია და ადრესა ესე ხაპაღოპედი მიხარ ესეთი ბედნიერი ვარ რა ვიცი ამ კაცმა სიხარული არ მოგვიტანა ამ ადამიანებმა მარტო ლაშაზე ზოგიერთ სპორტსმენებზე მსახიობებზე სტურუაზე რა ვიცი რა ისეთებს უწერენ ზოგჯერ ისე რა ვიცი გული მისკდება გაიტანა ლონდონი ინგლისი იძახდა რომ ესეთი საერთოდ არ გვინახი არაფერი კაცო ეს ვინახართ არც ფეხბურთი უთამაშეთ ესე და არც შექსპირი ესე არ უთამაშიეთ როცა რიჩარდი იყო ვარდაშორის მინდა გითხრა ეს გუში ხო იყო არა კვარამ ხო მოიგო თასი მოიგო და ეხა ის მეკარე რო ყავთ რუსი რა იმა ხო აიღო 4 პენალი ო სასაულია დიდ რას მე მგონი რა ვიცი კომენტარებს კითხულობ რა კომენტარებს რა შეიძლება გაუშვით ერთი-ორი კომენტარი რა ძალიან გთხოვთ რა რუსის აღებული პენალი არ უნდა ჩაითვალოსო არაო იდე წარმოიდგინე რატო თამაშგარიში იდგაო მეკარეო რატო არ უნდა ჩაითვალოსო სასაული ეხა რადონის ნუ არ ვიცი რა აი მე ხა რა არიცი არის რაღაცა პოლიტიკური ამბავი ხო არის რაღაც პოლიტიკური რუსეთი და არის ჩვეულებრივი რუსეთი რა ასე იგი რისი თქმა მინდა რა ეხა ერთი ავსტრიელი ძალიან მაგარი ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ალფრედ ადლერი იყო ესეთი უნიკალური ვინც იცინის მღერის ცეკვავს საკუთარ სულს მკურნალობს ესე იგი ეს სიცილი და ბედნიერება და სიმღერა და ცეკვა შენი საკუთარ რაღაც დროში გავიწყდება ეს შენი პრობლემები და ეს ჩემთვის ხო აი მე
პირდაპირ შეხებაში ვარ ამათთან რა. ესე იგი, რა ვიცი, საგულაო და გასართობის სიმღერები და რაღაცა ყველაზე ხა დაწყებულია ვაგონი, ზამთარი ერთად გადავაგოროთ, ჩვენებური სიმღერა იქნება თუ კუნძული თუ მოდი გავაკეთოთ რამე ერთად და აი ეს და სიხე და ეს სიცეკვა ის გულაობა რა, მოკლედ რასაც ქვია, ძალიან მაგრად შეგვილია რა ეს ქართველებს რა, გესმის ერთმანეთთან გინდა ავტობუსში სადღაც მივდიოდეთ და ეხლა მე გასტროლებზე რომ დავდიოდით ხოლმე სვის მახსენდება რა ერთი ავტობუსი და გულაობა და რაღაცა რა გემდები ვართ ხო რა და ეხლა მინდა განახო სხვათაშორის რუსების მაგრად ერთობიან ერთმანეთთან რა ეხლა ეს იმას არ ნიშნავს ეხლა კონკრეტული სიმღერა როგორია მოგწონს არ მოგწონს თუ რაღაცა მაგრამ განწყობას ვიძახი აი განწყობას რა გესმის ერთი განწყობა მინდა განახოთ საქართველოში ესე იგი როგორ ერთობიან რუსები და ეს მიხარია რატომღაც რომ აი ადამიანი რო ერთობა და რაღაც სხვა ხაზი და ბედნიერია კარგად ქვეყანაშია რა კაროჩე რა მნიშვნელობა აქვს ეს რუსი იქნება უკრაინელი იქნება ის იქნება ას იქნება აი რუსი ნუ ჩავიციკლებით გავუშვით რა ერთი ძალიან მაგარი ის არის ზაზა არის რომელიც ავტობუსით ტურს უკეთებს ხოლმე ამას განსაკუთრებით აჭარაში და მინდა განახოთ რა როგორ ერთობიან ესენიც რა აი წარმოიდგინეთ რა მე ხა იმას არ ვიძახი რა თქმა უნდა ეხა ეს ის არის რა ქვია მუსიკის პიკი არ არის მაგრამ რა თქმა უნდა ეხა მე ყველაფერი ის ვიცი ფესტივალი უცტოკიდან დაწყებული რა ხდებოდა უცტოკზე და ასე შემდეგ მაგრამ აი ეს გულაობის გართობის სტილი რომელიც დაუშვათ ჩვენ გვაქვს პირველ რიგში ხო ახლა ჩვენ ძალიან მაგრად ვიცით და ეს გართობის ამბავი ესეც უცხოეთში აი ავტობუსში ვერ ნახავ აი ეს ზიან ხოლმე ტიპები რა ეს გაგიდო შეიძლება მოგვარდება გინდაც გორწილებში გინდაც იმაში გინდაც ამაში რა ხო და რაღაცნაირად ტყილა კი არ თქვა ავსტრიელმა კაცმა რომ ეს არის რა შიგნით ესე სულის მკურნალობაა რა ეს ამბავი და რა თქმა უნდა ძალიან მიხარია ეს ამბავი რომ გულაობაში ნომერ პირველები ვართ რა კი ვარ ნამდვილად ხო და მაგიტომაც უხარიათ ალბათ აქ ჩამოსვლა აბსოლუტურად ყველას რომ ეს მიწეპება ჩვენ გვაქვს რა კი არის ნამდვილად არის ძალიან მაგარია რა ხო და რა მინდოდა ის ფიქრობდი რომ ისა რა ქვია ეხა ხო ძირითადად რა არის ლაპარაკი რომ აი სულ რომ აი რაღაცა ისევ ნაცები რა დროს ნაცებია და რა დროს ისე ვთქვათ ის არის და დამთავრდა ეგ როდის იყო მაგიტომაც გაიმარჯვა ბიძინავრო ეს ნაცები და ეხა ხო უნდა ნაცებთან ბრძოლა ეს არ არის მინდა კიდევ ერთხელ ავხსნა რა და დათო შენს მინდა რომ გაიგო ეს ამბავი რომ როგორ ვფიქრობ ამ სიტუაციას ეს არ არის ნაცებთან ბრძოლა ეს არის იმ თავიდან არასამთავრობო ორგანიზაციებთან ბრძოლა ეს არის ნაცებიან ყველაიან ამაში არის მოხარშული სულ ყველა რა NGO-ებთან ბრძოლა არის ეს კონკრეტულად რომლებიც გვაწვევიან ამდენი ხანია ფაქტიურად 20 წლის განმავლობაში და უნდათ ჩვენი ქვეყნის წაღება როგორც ჰქონდათ წაღებული იმ 9 წლის განმავლობაში NGO არა სამთავრობო ორგანიზაცია ესე იგი ქართულად ASO ხო ეგრე არ გამოდის ASO-ებთან ვიბრძით რა ეგ არის ყველაფერი რა ხო და რა არავით არის ნაცებთან ბრძოლა ეს არ არის ASO-ებთან მიდის ბრძოლა და ამ ASO-ებს ვიგერიებთ ასე თუ ისე და მოვიგერიებთ კიდევაც რა ეხა პატარა რაღაცა მინდა განახოთ აი ზუსტად იმასთან დაკავშირებით ბოროტებას და სიკეთეს ამბავი რომ ვახსენე ჩუმი სიკეთე მართავს და სიყვარული ქვეყანას თქო ძალიან მაგარი ვიდეო შემხტა რომ მინდა თქვენს განახოთ ეს ვიდეო თუ შეიძლება გავუშვით რა
არის და ეგ ხალხი ვართ რა და რაღაცნაირად თითქოს ცით ხანდახან ჩვენც ვიძირებით ხოლმე რა იმდენად მოქმედებს ეს რუსთაველის სიტუაცია, ეს ქუჩის სიტუაცია, ეს ტყუილის სიტუაცია გესმის რომ ჩვენც რაღაცნაირად აი სპექტაკლებს ვეღარ აი იმ მუღამით სპექტაკლებს ვეღარ ვთამაშობ რა. ხო. იმიტომ რომ ხალხი თქვა მოდის, მაგრამ იქ რაღაცა ის განწყობა რაღაცნაირად ის აურა ის შემოდი შემოღწეული ხთან თეატრში, თვა ცენტრშია ეს ყველაფერი და აი სპექტაკლების კი და რაღაცა აი ეს დღესასწაული რაღაცა არ არის რა ესეთი რა სამწუხაროდ. ეს ჩვენში იგრძნობა ძალიან. ხო, მაგრამ ხანდახან ხო არის, რომ აი ძალიან რომ მოგეშლება ნერვები და ძალიან უსამართლო სიტუაცია, ძალიან შეურაცხყოფას რომ გაყენებენ იქიდან ისა ტროლები იქნება თუ რაღაცა გაგინებენ, გაფუთხებენ, რაღაცა შენ ხო ადამიანი ხარ და აი გინდა რომ შეუბრუნო და რაღაცა ეს ყველაფერი, მაგრამ აი თავს იკავებ რა ყველაფრისგან რომ ეს არ გააკეთო რა და შენ შინაგან შეუბნები რომ დაწყნარდი, მოითფინე რა. აგით რაღაცები არ გემართება. მემართება კი რა ამ ბოლო პერიოდში ეგ ჩემი ის არის უკვე იმისი არ იყოს ბევრში არის ხოლმე რაღაცა კომედი იმას აღარ უყურებენ რუსეთის მეუღლე ძალიან მაგრები არიან და უყურებს მომენტია რომ ნერვები შევა შედის ოთახში ერთი წუთი შევა და რაღაცებს ანერვიულ რაღაცებს გა მეც ესე ვაგია რაღაცა უზამ დარჩა დამშვიდი აი ჩემ თავს იმაშვები რომ დაუშვიდდე და სხვათა შორის იმაშვება რა ქვია ვერება თავს რა აიმითი ვაწყარებ თავს რას ქვია ეს რო დავშვიდე ეგრევე თან ჩვენი გულის ამბავში ეგრე საერთოდ შეიძლება ნერვიულობა შეიძლება უცებ და გაგვი არაფრით ამიტომ დამშვიდი იმიტომ რომ მართლა ხედავ რა ძალიან ზოგი მაგრამ ჩვენ უნდა ესე მოვიქცეთ აი როგორც ახლა კადრი ვნახეთ ესე ჩვენი მოვალეობა მაინც ღმერთი მართლმადიდებლო თუ გვიყვარს წავს რომ მაინც ესე უნდა მოვიქცეთ შენ წარმოგიდგენია პატრიარქია დღეშია სასაუდრეში მე და შენ რო ამ დღეში ვარ და კიდე ეს ხალხი და ეს ნერვების ის რა დღეში აზე ხარ რომ ყველაფერი იმას აწევს ეს ყველაფერი და ამ ყველაფერს ითმეს ზე ადამიანზეა საუბარი და ასე თქვა ხო და მაგალითია ეს ზე ადამიანი მაგიტომაც გამოაგზავნა ღმერთმა ხო რა თქმა და ამ მაგალითს უნდა უყურებდე და ამ ის მაგალითად გვაძლიერებდეს და ქვეყანას აძლიერებდეს და წინ მივდიოდეთ და ხდებოდეთ მართლა რომ რა ხდება რა ევროპა რა დღეში აღია მართლა რა ეს რა მინდა ეს სპექტაკლი რა დღეში აღია საერთოდ ის ამერიკა ხო და ესენი ვერ არიან საერთოდ გაეშვება ცოტა ხანში მე მგონი არა ევროპა რა დღეში არის მაკრონის განცხადებით ჩას ნუ ეს რა სამარცხვინო და უთანმოდი და ცუდთან ცუდთან იყავი რა მინდა საერთოდ არ მინდა ხა არც ერთი კაცო ცუდები საერთოდ არ მინდა ხა არ შეიძლება ტიპი გუშინ ნიძახთა რომ საფრანგეთის ჯარი უნდა გაუშაო უკრაინაში და ეხლა დღეს იძახის რომ პუტინს უნდა დაველაპარაკო აი რა დონის თავმოყარე უნდა იყო წარმოიდგინე რა და ესენიც როგორ რა ვიცი მე საერთოდ არ მიმაჩნია ეს რაღაც იმათ რომ შენი შეცდომა აღიარო რა რომ არასწორად ფიქრობდი რა მე მგონია რომ დეგენერატები რაღაცნაირად არ ვიცი რა ამბავში არიან და ხალხს ხოცავენ რამდენი ხალხი გია რამდენი კაცი კვდება ყოველდღე უბრალოდ რა მნიშვნელობა იქიდან აქიდან არა აქვს მნიშვნელობა ადამიანის სიცოცხლე რომელიც ღმერთს ეკუთვნის იმას შენი რაღაცეებით სისულელებით შენი პოლიტიკით ფულის გამოა ეს თუ არ ვიცი რის გამო თურმე დღეს უნდა დაელაპარაკოს ესე იგი ეს ხალხი ტყილა გაწყდა რატო გაწყვიტეთ ეს ხალხი მაშინ ხო რატო გაწყვიტეთ დაგლაპარაკებოდი მანამდე ხო გუშინ მაშინ ნუ არ ვიცი აი ამიტომ აი ეს რომ მივდივარ ეგება მე ხო იქ და მე ვარ მაგრამ მივდივარ იმაზრამდე რომ არა ნუ ახლა ესე არ არის რა დეგენერატი ხო არა ვარ რა ხდები რომ ჯაჭვი მიდის ისევისა მართლა ესენი ოცნება რაღაც შარშანწინ თუ რაღაცას ამბობდნენ დღეს მოინდომეს თვითონ გაკეთება ვითომ მართლა ხო იძახდნენ ესე იმიტომ კი არა რომ იძახდნენ რა ახლა დავაბრალდ რომ არის და მართლა ამბობდნენ ეგეთ რამეს და ეხლა ისინი იმათო გააკეთეს ევროპა ჯერ ჩვენ დაგვიწუნეს თვითონ გააკეთეს ანუ არ ვთვლიან ჩვენ რაღაც
გავიგეთ რომ ისეთი ძლიერი ქვეყნა არა ვართ როგორც ისინი არიან ბატონო, მაგრამ ბევრად ძლიერები ვარ თუ ვკითხავ. აი ამ ბავშვი ძალიან ბევრად ძლიერები ვარ და მაგიტომაც ვიმართებ. მაგამდე მივედი, მე ჩემთვის საკმარისია. არ უნდათ თავი ხა მერთან ძლიერები ვიყო თორე. და მართლები. და მართლები თორე. იბა გამოუშვენ ჩემზე კაი მანქანად ჯანესე კაი ბოლო რა ვიყოს. აი ეს თემაა რა. ეს თემა იმიტომ ტყუილია. ხვდები რომ მე ჯაჭვი რო იყევა უკვე მივდივართ ტყუილთან მივდივართ მაინც რა. გასაგებია რომ ძალიან მაგრად აკეთებენ Mercedes. გავიგე. კი ბატონო. საფრანგეთში ძალიან კარგად დამცხვარს თუ რაღაცა ნაყინის. ხო, მაგრამ ჩვენ ძალიან მაგარი ურთიერთობები გვაქვს ერთმანეთთან. და ჩვენ ვეუბნებთ მოგზადის სტუმარ მასპინძლობას ვერ მასწავლის მე მეც ფრანგი დაწერილია მაღაზიაში ჩვენ გენიალმა ვაჟა რა სტუმარ მასპინძლობა ისეთ სტუმარ მასპინძილი აქვს დაწერილი რომ ტერმა თავის იმის აპატია და შახსი შემოუშვა ხალხო. ვინ ფრანგი და ვინ გერმანელი ისამს ამას. არ ჯერ ეს ერთი დაფიქრდნენ ხო იუნესკომ შეიყვანა ესე ვთქვათ ეხა ხორბალი შეიყვანეს ხო იმიტომ რომ ჩვენ ღვინო ვაჩუქეთ დედამიწას ხორბალი ვაჩუქეთ დედამიწას ხო ბერძნები თავი იმითი ამოყობენ რომ პლატონი და არისტოტელე აჩუქეს ჩვენ უფრო მაგარი რაღაცეები ვაჩუქეთ ხო არ უნდა დაგვაფასე რა არ დაგვაფასებ და ნუ დაგაფასე არც მე არ დაგაფასებ რა მოდი ისტორიულად თქვა როდის დაგვაფასეს ეს უხარ საბარო დარბოდა საწყალი დაგვეხმარე თუ მაშინ დაგვაფასეს თუ აი მე 21-ში რო წავიდან მოგვეხმარე თუ არა რომ გავეკეცით აი რუსეთ და დაგვეხმარეთ ადახარეთ წავედი ომიც მაქვს რა არა დაგტოვეს მარტო ვერ მოვერები ხო მე პისტოლეტით გამორიცხულია არა სულ იმაზე ვფიქრობ რა რომ აი პრიბალტიკა რო აღიარეს 90-იან წლებში ნატოში შეიყვანეს და სასწაული მოხდა ხო ჩვენ რატო არ შეგვიძლია აი გამაგები რატო არ შეგვიძლია აი მე საერთოდ ვფიქრობ რატო არ შეგვიყვანეს ჩვენ ალბათ იმიტომ რომ საზღვარი არ გქონდა ევროპასთან ხო და არც აპირებდნენ არასდროს ჩვენ შეყვანას რა უბრალოდ სატყუარა დაგვიკიდეს და გვატარეს ამ სტაფილოს წინ ჩამოგვიკიდეს რა ესე გამოდის აბა რატო არ შეგვიყვანეს ის სამი ქვეყანა თუ შეკავს ჩვენ შეგვიყანე რა და ნიცი რომ რუსეთში ახლა ძალიან ისეთია და ჩვენ შეგვე გადაყვაპოს უცებ და არა იმ დროს არ იყო თან 90-იან წლებში ესეთი ძლიერი ელცინის დროს შევეყვანეთ რა მაშინ ხო ხმას არავინ არ მოიღებდა ხო მაგრამ არა ესე და ამოვშით მაშინაც გაგვწიეს მაშინაც სულ და ეხლა რატო გენდო აი ეხლა რატო რითი რასაფუძველზე გენდო აი ესე მატყუებს სულ წლების და საუკუნეების განმავლობაში კი ბატონო რა დარჩა შენ და ეხლა რა საქმიანობ ვითხარი პირველი არხის ამბები მოვიყევი ძალიან მაგარი ო ეხლა მე მოკლედ იმის პროფესიის შეცვლა მე ხო მინდოდა რომ დრამერობა ასე ვთქვათ მაგრამ დრამერობა ჩვენს გულს ცოტა ხო როგორც პინგ-პონგის თამაში ამიგძალა ხო ექიმა და რაღაცეები პინგ-პონგი არ შეიძლება ხო ჩვენთვის ასე ვთქვათ სტენდიანებისთვის და შუქიანებისთვის იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისა ასე დრამზეც ამიტომ შევაჩერე ეს დრამის ამბავი და დრამის ამბავი იქითაც ზევითაც სხვა ცხოვრებაში მეთქი მაშინ ვიქნები მუსიკოსი მეთქი არა უშო და ეხლა ეს გამოწვევა გია რაღაცნაირად დამეკავშირდა ტელევიზია არ არის ჩვენ პროფესიასთან მაინც სხვა რამეა ასე ვთქვათ მსახიობ კიდე სხვა რამეა იქ თამაში და ისა და იქ კიდე ასე ვთქვათ დათო დარჩია უნდა იყო ისეთი რომელიც აი დათო დარჩია იყო თქო და ჩემ წესით ეგეთი მაყურებელს არ ჭირდება ვთქვათ ხო შეიძლება რაღაცა ვთქვა ანუ თან თამაშობა და თან არ უნდა ითამაშო რაღაცა კეთილი დათო დარჩია თუ რაღაცა ისეთი უნდა მარტო ის დათო რა ის საათ ნახევარი და გამოწვევა რაღაცნაირად შევში ახლა კაი ხანია არ უნდა რო არ ახლა რაღაც ახალგაზრდობაში კი მიმყავდა რაღაც გადაცემა მე არაფერი და რაღაცა მივიღე ეს გამოწვევა მომეწონა რაღაცა შევდივარ ეს ახალი ადრენალინები გამოყოფა რო ხდება თან რაღაცა და რა ვიცი მოკლედ აი ერთი თვია უკვე საზოგადოებრივ აღთან მაქვს ეხლა ცოტა ხანში კიდე გათამაშებას დაიწყება ხო მაგის წამყვანიც ვიქნები ეს ვის უნდა 100,000 გახდა ეს 20,000 რო იყო ადრინდელი ხა პირველმა არხმა აიღო ეს ექსკლუზივი და წამყვანი მეგახარ ვაჰ გენეთ 100,000 ლარის მოგება შეიძლება თქვენ ჩავარდეთ მოვლენ მოთამაშეები და რა ვიცი იქაც საინტერესო თემებით ვიყავით თან ძალიან ბევრი ვიცინე ეხლა ინდოეთში ვიყავი გასტროლებით და უცებ ჩავრთე ისე და მიდის თამაში მან ეგ მაგ თამაში მიდის და ოღონდ იქ არის $800,000 თავარი მოგება თითქმის $1,000,000 და ვის მიყავს
ამიტა ბაჩანი გახსოვს შურიზება და კანონში მაგალი მიწი. მაგას ის ღმერთია იქ. ინდოეთში ეგ ისე უყვარდა გამბარსინ ხო? გამბარსის თუ ხო გამბარი ბოროტიროა გამბარი ხო. ხო და ეს ხო ორი ძმაკაცი რო არიან. თორემ ერთ-ერთი მოკვდა რო ჩავეთ მაშინ დაგზალვა იყო ერთ-ერთი იმ ორიდან ხო და ეს ამიტა ბაჩანი არ მიყავს ეს კატამაში მეთქი დაგეცადა. ხოდა მოკლედ რა ვიცი ველოდები ამ ამბავსაც გიაიანიდან დაიწყება ეს ამბავი. მოგწევს ახალი ოფისი, პირველი არხი. იცი რა მე ეხლა იქახურებს ისე არ მოწოდ და ასე თქვა რაღაცა ეთქვა შეჩვევაზე და რაღაცა მე მომწონს იმიტომ რომ ეს ჩემთვის ახლა იქ არ ვიყავი ასე თქვა ყოველდღიურად ათქვეფილი და რაღაცა ძველი მაშინ და ესე დასანახავად და მე მომწონს და კომფორტულია ჩემთვის მისადგომათაც და ყველაფერთან და ამიტომ რა ის იქახურებს და ძველებს ასე თქვა იმ შედობის მე ისე ნუ ვერე ჩვევიან და თქვა რაღაცა არის დისკომფორტები რომ არაფერს არ ვიცახი ჩუმათა ვარ მომწონს არ მომწონს მანქანის დასაყენებლები თუა და ეგ მითხარი რამხელა ბევრი პირველად ქვევი ჩახვა თუ წინდა მაგრამ ქვევი ჩაადი 2 სართულზე თუ 3 სართულზე მანქანების პარკინგის თემა მაგარია რა ძალიან მაგარია ახალი ტელევიზორი შეჩვევის ამბავი მე დრო ხო იცი მაგას კი არა იმის კურნალია და ასე რომ ამ გამოწვევაშიც ვარ და მიხარია ძალიან რომ არ მომიწია ხოსი რაღაცნაირად ესე თუნდაც ამიტომ ეს ამბებიც კი ხელა ნერვიულობ რაღაცა არასწორი და არასამართლიანი მესმის მაგრამ გათიშული მაქვს რაგია ნაკლებად ტელეფონები იმით ანუ ჩემს საქმეზე კონცენტრირებადი ვარ ამიტომ მხოლოდ რომ ზედმეტი რაღაცები ნუ ახლა თუ ამეტანი არ შემაწუხებელი არ გახდა რომ ჰოპ გურულად ესე გაუშვია იქით აქეთ აისხლით თეატრში ნუ ახალი სპექტაკლებით ახლა იქ იმ დონეზე მივედი რომ ხა განაწილებულია დარჩი ესე აღარ არის უკვე აცი ნუ სცენის ჯადოქარი ვარ ბოლო ხო ნუ შემითახდნენ უნდა თუ იქნები და შემითამაშოთ ახლა სტულვას და რამოდენიმე ადამიანს არ ეხება ეს თქვა მაგრამ ვიღაცების გამენდა დარჩია მინდა ესე არ არის მე თუ მინდა შენთან ახლა უკვე ამის ის მაქვს უფლება და უფრო ვარ ასე თქვა დრო მრჩება უფრო მეტი სპექტაკლები რაც ამაქვს რეპერტუარში ჩვეულებრივად თამაშობ აი სხვა რო დაგიძახოს დაუშვათ გარედან იქ რამდენ შეგიძლია წახვიდეთ შემიძლია ეს ახლა ახალი კანონები და წესების მიღება იქნება ყველაფერი იანვრიდან გია ამდენს მეცი ჩვენ მსახიობებს არ შეგვეხო ეს თემები ანუ 2 თეატრში 3 თეატრში შეუძლია ყოფნა ოღონდ უნდა გააფრთხილო ხელმძღვანელობა დირექცია რომ მე მივდივარ ახლა იმ თეატრში იქ თუ რაღაცას ხელი არ გეშლება და ძირითადად ნუ ესე უწყობენ ხოლმე ხელს არ ეშლებათ და წავა იქ და ესეც ახლა იმიტომ ხდება რომ მოდი ხა ვთქვათ სიმართლე ყველას ურჩევნია ერთ თეატრში იყოს და არ იბოდიალოს ასე ვთქვათ ესა რა თუ რაღაც ის პროექტი არ არის და იან გილანი ფარფლში იყო მაგრამ ჯიზის კრაის სუპერსტარში დაპატიჟეს და პარტია რა ფარფლთან ერთად არა ხო კამანდასთან ერთად იყო სხვა იმას მაგრამ ხო ფარფლის წევრი იყო ასეა ვთქვათ შეგიძლია მოგიწვიონ თუ იქნება ესეთი ის მაგრამ იყოს ერთ თეატრში ყველას ურჩევნია თუმცა რა უნდათ ამისთვის ანაზღაურება ისეთი რომ რატოა იმ 2 თეატრში და იმ 3 თეატრში რომ ხელფასის ასე ვთქვათ ყველაზე ისა რა არის იცი გია ჩვენს დარგში სამსახიობოს დარგის ხელოვნებაში ყველაზე მეტად უჭირს მუსიკების აი აიღე რა ვთქვათ ასე თუ ისე კონცერტები პატარა ისა უკვე ხელფასი ვთქვათ კონცერტები ამით ის ხელას ხდება რომ აი ეს ხდება ამიტომ ამის გაზრდა ამაზე ვისაუბროთ ეს უთხრათ თქო თუ გიდან იმ მოცნებას და იმას რომ მოდი ამის საშუალება გამოვძებდოთ მეთქი დავჯდებით ყველასთან შემიძლია მინისტრთანაც და რა ვიცი პრემიერ-მინისტრთანაც ისეთ ადამიანთან ერთად რომ გამოსავალი ვიპოვოთ 500 700 ლარით ახალგაზრდა ოჯახი რო ყავს შვილები რო ყავს ვერ არჩენს ის ოჯახს და პლუს ამას თეატრზე შენ მოთხოვო იქ რომ რაღაც იყავი ახლა არ არსებობს თუცა შვილშია შენ იქაო და ოტელო ვარ ახლა გამორიცხული ტყუილია ვერ დამაჯერებ ცუდი იქნება ცოტა კომფორტული ის არის ეს ხო ჩვენი იცი და შიერი არ უნდა იყოს მაინც არტისტი მინიმუმ ეგ თემაა რა და ის მის მოსაზრებები საერთოდ გადავხაზე მე სტანისლავსკის მე მოვდიდი პატივისცემით მაგრამ შიერი უნდა იყოს არტისტი აქციოდეს წყუროდეს ატყუილია რა შია წყურია ისე ვარ ის კატასტროფა შევჭამო ყველა რატომ უნდა ვიყო ეგეთი
ტყუილი, ამიტომ არ ვეთანხმები. კი, სპექტაკლამდე ნაჭამი არ უნდა იყოს გასაგებია, მაგრამ არტისტი უნდა იყოს მშიერი, ისა უფულო. რატო სად არის არტისტი მშიერი და ხო, არის ესეთი ისა. ამერიკაში არ არის, რუსეთშიც კი არ არის რა მილიონები. ყველაზე ცოტა გონორას ფილმშია, იმაშია, ამაშია, თუ რამე მსახიობს თავაზობენ რა, ანუ აი ცოტა ეხლა ფილმი და მე ვიძახი მაღალიმეებს. იმიტომ კი არა ვინმეზე დიდი ვარ. იცი რა, როდესღაც ვიღაცამ ხომ და გადაღების დღე რაღაცა ეს უთხარებით კი $1000 მომეცით გადაღების შემოჩნი ერთი გადაღების დღე. დამცინეს. აბა მეთქი რა გინდა? კაი მეთქი რა $1000 მომეცით მაშინ. მაინტერესებდა რა. ჩამოვიდნენ და ყველაზე დიდიო რაც მე 500 ლარს მოგცემ. მე ჩემ პრინციპის ამბავი იყო რაღაცა და მაინც ცოტა მოვამატებინე და მეთქი რაღაც არც თქვენ და რაღაცა 750 და ამაზეც როგორ მეტყვი და ეს 750 ერთი გადაღების დღე სერიალზე ეს არის რეკორდიო შენ ამდენ ფულს დიდამხელა ფულს საათ არ ვიხდით ჩვენ. ხო, მაგრამ თქვენ თვითონ უნდა გააკეთოთ მსახიობებმა ამ სტავკების აწევა, მე თუ მკითხავ რა. აუცილებლად. იმიტომ რომ ეს არ შეიძლება ამბავს რომ არ შეიძლება აი დავანებოთ ყველაფერს ურაყიფშიძე არ შეიძლება ესეთი დაუფასებელი დადიოდეს რა. ნუ რა კიდე მაგას ვამბობ რა. არ შეიძლება წადით ნახეთ აი რა თუნდაც მოსკოვში წადით მაშკოვი ნახეთ რა ვიცი მირონოვი ნახეთ მოსკოვში ვეჭუბები და ამ მოსკოვშიც ამ არტისტებს რაღაც ორკაპის აკეთებდნენ ეს ჩვენი არტისტები და იქაც უკვე აუგზავნეს რა დაგლანცხავე გაგიხო მოსკოვში წახვიდე ხა ვინა მაშკოვს და მირონოვს სამუშაოდ რას გიზამენ ხა ჩაგდებენ და რომის საათ არა და იქ არტისტია ფული მინდა არაფერს არ შეადარი ბაშაშა პოლიტიკა უნდა ვიმუშაო ფილმში თქვა და გადამიხადო იმდენ რომ შენ ვერასდროს ვერ გადამიხდი გია ო არ ვიცი მაშკოვს და მირონოვს ჩაისვავს ჯიბეში რა ეხლა ორი დონეზე გადაგვიხადეთ არ ვამბობ თქვა მაგრამ რაღაც დონეზე სტავკა თუნდაც ის დღემდე 100-200 იმანეთია დღესაც ეს ის კარგი აი ყველა მსახიობი უნდა შეიკრას ერთმანეთს და სტავკა უნდა აიწიოს ყველა ვარიანტი რა აუცილებლად რა აი არა უნდა დათანხმდეს რა და ვირუსდენი ხო რაღაცა მაგ დროს უფრო გაიჩითება უფრო ცოტა მაგრამ ხარისხიანი ფილმები მაშინ ხარისხი კი ბატონო ეს ჯობია ეს აი 300,000 ლარით რა კინო უნდა გადაიღოს გამორიცხულია აწვალ უნდა არტისტი ფულსაც არ გადაუხდი შენ ციცვალებ და საერთოდ ზოგადად არ კეთდება საქმე კი ბატონო გეტყვი ეს ძალიან თუ ძალიან აი ამაზე დავждდებოდი კიდე ამაზე ვესაუბრებოდი იმაზე კი არა რომ ეს გესროლო და მე მომინდა მოვიდე იქ რა ქვია წაგებული თან წავაგე მაგრამ მოვალ მაინც ხელისუფლებაში ესე მითხრეს იმათმა კი ბატონო არა მაგაზე არ გამოყვები რანაირი ნაცნობიც არ უნდა იყოს რანაირი მეგობრა აი არ ვერ გიერთდები მოდი აი ეს ამაში გამოყვები მოდი ეს უთხრათ კაცო ეს სათქმელი უთხრათ ესე ეს დახმარება ვთხოვოთ ამაზე გამოყვები არა ხო გეუნები რა ეხლა რაღაცას ეს სერიოზული ძალიან ისეთი კაი სცენარი მოვიფიქრე რა მაგრამ ისეთი კომედია ტრაგიკომედია რაღაცა ეხლა არ მოყვები რა არის და როგორ არის რა ხო ელემენტარულად აი რა ვიცი ხო იყო ჩვენ ეპოქაში რეზო გაბრიაძე ვიღაცა წერდნენ ხო კაი სცენარებს რა ვერ ვიპოვე, აი ვერ ვფიქრობდი და სხვაებსაც ვკითხე და აი ვინ შევლება აი ამ თემის აწევა, კომედია მაინც გაცილებით ძნელი ასაწევია გესმის ეხლა ეს რო აღარ არის ცოცხალი გაბრიაძე ძალიან რთულია როგორც შესასრულებლადაც ხო და ეხლა ვინც ამას დაწერს იმას სერიოზული გადასღაურებაც უნდა კონდეს ხო ეგრე ხო არ არის რომ აი იმიტომ ეს სცენარები იწერება პაჭკობივი და აფიში არ ვარგა ის ისე და ამაში გადავიხდი კაცო მაგას ვიძახი რა ეგ არის ხარისხის გაუმჯობესება და ეგ არის ზუსტად რომ გაცხრილავს და იმას იზავს რა გინდათ მსახიობს გინდათ სცენარისტს გინდათ რავი ნებისმიერ პოეტი იქნება თუ რა ღირებული შეიქმნება უფრო რა აუცილებლად სუდი ჩაირეცხება და ღირებული დარჩება რა ამაშია ეგ არის ეხა ყველა მწერალია ფულს არ აძლევ არტისტები 8 საათზე იყავი დილას არ დააგმირა კაცი ეხლა უბრალოდ მოდის რომ ოჯახს აჭარხობთებია მინუსდენია აბა შენ იმას ფული მიეცი და ისე ჰოლივუდით კიდევ ამბობ ვერ მიცემ მაგრამ აი ესე რომ იმ ფილმით ასე ვთქვათ იკაიფოს აი იმუშაოს 8 საათიც მოვა ყველაფერს ცხენიდან ისე ვაკეთებთ ეს ქართველები რომ კაი გვინდა გამოვიდეს და ხან უფულოდ რა ვიცი რას არ შვებით
სცენაზე გამემართა ინფარქტი ბოლო-ბოლო, ხო, ეხლა ჩემი რის გამო, ხო? მაშინ ისე ვითამაშებდი ასე და არა, იქ მთელი ემოცია ჩამდა და ხია გულმა და კიდე ამ აი ძალიან სერიოზული პრობლემაა რა, იმიტომაც არიან ეხლა ეს პროტესტებში რა ეს NGO-ების მწერლები და პოეტები და რა თქმა უნდა ეს რაღაცნაირად უნდა მორჩეს რა ეს ამბავი ღირებული უნდა დარჩეს რა მაგას ჯობია რომ აკა მორჩილაძეს კონდეს გაცილებით ბევრი და იყოს ერთი აკა მორჩილაძე და მილიონი წელი იყო და რაღაცა სისულელეები ის იყო რა პიესები თან ამდენ მნიშვნელოვანია და ნაკლებად არ არის ქართული აი ეს პიესები სად არა ცოტა ძალიან ცოტა აი ხა ვინც მუშაობდა რაღაცა თან ისიც არ არის ისიც ცოტა გესმის აი პატარა ქვეყანაა ბაზარი პატარაა რა ეხლა რაც არ უნდა წიგნი გაყიდო თქვა კარგი წიგნიც რო გაყიდე ცოტა იგივე იქ რაღაცა სახელმწიფოს მხრიდან უნდა სტუდია რატო არ არის იგია იმიტომ რომ ჩვენს ბაზარს რას ამუშავებ კინოთეატრები რომს გაუშვე რამდენი კაცი ნახავს მაგით ხა ინდოეთის თემაში იმიტომ შემოჭრა და დარჩა ეს კიდე უშვებენ კიდევ და კიდევ აქვს იმიტომ რომ მილიარდ ნახევრიანი მოსახლეობა კი ბატონო ამერიკას აქვს რუსეთს აქვს დიდი ბაზარი და უშვებენ შენ პატარა ქვეყნებს ამ შემთხვევაში ძალიან გაუჭირდათ რა ამ კინო იმას და ამიტომ ღირებული უნდა დატოვო ღირებული ნიჭიერი და ღირებული ცოტა და ღირებული და ოღონდ დახარჯე რა აი ვისი წიგნებიც ყველაზე მაგრა იყიდება იმას რომ აი იმისგან მე არის ბლოკბასტერი და ფულს დახარჯავ ქართველი კაცო ნიჭიერი ადამიანია ყველა სფეროში შენ 300,000-ით კი არა 3 მილიონი დადე და ნახე როგორ ფილმს ამ ეტაპისთვის ხარ ცოტა ამ ეტაპს 300,000-ზე ბევრად კარფიც კი ბატონო საქართველოში საკმარისი აბსოლუტურად ისე რომ მსახიობს 100-მანეთს კი არა 500-მანეთსაც მიცემ ისე ვამბობ კი ბატონო ლარს უკაცრავ კარგი, დარჩო. დიდი მადლობა, გენაცვალე რა ვიცი, ისეთი კაი გადაცემა გამოგვივიდა მე მგონი და მით უმეტეს კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ნიკოლოზობას, კიდევ ერთხელ დეკემბერია და მოგილოცავთ ესე ვთქვათ წინა საახალწლო ესე ვთქვათ დღესასწაულებს, მაგარ განათებულ თბილისს მოგილოცავთ. გუშინ ესე ვთქვათ ურსას კონცერტი იყო და ძალიან ბევრი ხალხი ესწრებოდა სიხარულით, ბედნიერებით, რა ვიცი, ყველაფრით და მოკლედ კარგია ჩვენ ქვეყანას იმ მშვიდობა, ძალიან გადასარევია. ძალიან პირველ შემოფრინდი ინდოეთის რომ თელი მსოფლიო ცეცხლშია, ასე თუ ისე დაპირისპირებაში და ეს რომ ნახეთ თვითონ იმიდან ნახეთ თვითონ დავიდან ეს განათებული ხო არ ვიყავი, ეს ანთება და ეს არ მინახე ინდოეთში რომ ვიყავი, იმ რაღაცა იმიდან აი რაღაცა დავინახე ეს ყველაფერი ღამე რომ ჩამოფრინდი თან და გავიარე ეს ნახე იცი რა ცეცხლები მომდიოდა და ამაყი ვიყავი რომ ულამაზესი ქვეყანა მყავს და მოვუაროთ რა ამ ქვეყანას რა ღმერთო დიდებადო მოგოცია ბავშვები როგორ ერთობიან როგორ უხარიათ აი ძალიან მაგარია თან იქ წვადი იწება ისე ყველაფერი არის ისეთი რა და გინდა ჩვენთვის და გინდა ტურისტისთვის რა კარგით ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გილოცავთ ნიკოლოზობას კიდევ ერთხელ გეხუტებით სულ ყველას. მოდი ესე გავაკეთოთ რა, ძალიან მაგარი მოცეკვავის, თანამედროვე მოცეკვავის, ქართული ცეკვის, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ნიჭიერი კაცის პატარა ის ვიპოვე, რა ქვია. ფრიდონ სულაბერიძე ორი მინდა განახოთ, რა მაგარია და რა მაგრა ცეკვავს და მოკლედ კლასიკაა ეს ქართული ცეკვა რა. თან ეგრე მაგრა თუ ცეკვა მით უმეტეს და ეგეთი ბაბუის შვილიშვილი ვაფშე ხო ორმაგად და ათმაგად ძალიან მაგარი ხარ და მაგარი ხარ. მოკლედ ფრიდონ სულაბერიძე პატარა მონაკვეთით მინდა დავამთავრო ნიჭიერების ზეიმია საქართველოს რა ცეკვაში, სიმღერაში, რა ვიცი, ყველაფერში და გილოცავთ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ჩვენ ესა ვართ, ამაში ვართ ყველაზე უფრო ძლიერები და მერსედესის გაკეთებ, ვერ ვაკეთებთ მერსედესს რა, იმიტომ რომ ვერ ვდგებით დილის 9 საათზე და 7 საათზე და რა ვქნათ, ეგეთები ვართ რა. გვეღვიძება არა უშო, რასაც ვაკეთებთ ის გამო. 2 საათამდე ჯერ მარტო გამოვდივართ, სანამ გავიღვიძებთ და რა ვქნათ, ესეთები ვართ, მაგრამ როგორებიც ვართ, ეგეთები უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი რა. ესე მოვდიოდით და ესე ვივლით, ნუ რა ვის ნუ ეწყინება რა, თუ მერსედესებს ვერ გავაკეთებთ რა, ზატო ისეთ რამეს ვაკეთებთ, რასაც სხვა ვერ აკეთებს. მერსედესი ვერ აკეთებს. ხო, მერსედესი ვერ აკეთებს, ხო. დიდი მადლობა ფრიდონ სულაბერიძის პატარა მაგარის მონაკვეთით დაგემშვიდობებით ქართული ცეკვის
ესე ვთქვათ, კომპოზიციით, ესე ვთქვათ რა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ღმერთი არის ჩვენთან, არს და იყოს. ვენესუელის ლიდერმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ამერიკა ცდილობს თავს მოახვიოს მის ქვეყანას მარიონეტული მთავრობა, რომელიც გაწირავს კონსტიტუციასაც, სუვერენიტეტსაც და მთელ სიმდიდრესაც და გადააქცევს ვენესუელას კოლონიად. მაგრამ ასეთი მთავრობა მადუროს აზრით ორ დღეზე მეც ვერ იარსებებს. ესაა მტრული და კოლონიალური მოთხოვნები და დამოკიდებულება. ჩვენ ამაზე ვლაპარაკობდით, ახლა კი სიმართლეს ყველა ხედავს. სიმართლე გამოჩნდა, ისინი თავს იკატუნებენ. ვენესუელაში უნდათ რეჟიმის შეცვლა, მარიონეტული მთავრობის დასმა, რომელიც 48 საათსაც კი ვერ გაძლევს და გადააქცევს ვენესუელას კოლონიად. ეს არასდროს არ მოხდება. ვენესუელა არავის კოლონია არ იქნება არასდროს, განაცხადა ნიკოლას მადურომ. რობერტ ფიცო ამბობს, რომ მისი თვითმფრინავი სერიოზულად დააზიანეს. ბრიუსელის აეროპორტში სერიოზულად დააზიანეს თვითმფრინავი, რომელზეც ევროკავშირის სამიტზე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ჩაფრინდა. ამის შესახებ თავად ფიცომ დაწერა სოციალურ ქსელში. რთული სამიტი ბრიუსელში ცუდად დაიწყო. აეროპორტში ავტომობილმა თვითმფრინავის კიბით ისე დაგვაზიანა თვითმფრინავი, რომ ის ფრენისთვის აღარ გამოდგება და აქ უნდა დავტოვოთ, დაწერა ფიცომ. ლონდონი აბრამოვიჩისგან მოითხოვს გადასცეს უკრაინას 2 მილიარდ ნახევარი გირვანკა სტერლინგი. ეს თანხა აბრამოვიჩმა საფეხბურთო კლუბის ჩელსის გაყიდვით მიიღო. თუკი მილიარდერი ამ 2 მილიარდ ნახევარს უკრაინას არ გადასცემს, ლონდონი მას ჩივილით ემუქრება, წერენ გაზეთები. ბრიტანეთის პრემიერმა კիր სტარმერმა განაცხადა, რომ ლიცენზიას გასცემს 2 მილიარდ ნახევარ გირვანკა სტერლინგის 3,3 მილიარდი დოლარი გადარიცხვაზე უკრაინისთვის საფეხბურთო კლუბ ჩელსის გაყიდვიდან მიღებული მოგებიდან. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს იმ თანხის შემოწირულობის სახით გადაცემას, რომელიც გაყინულია ბრიტანეთის საბანკო ანგარიშზე მას შემდეგ, რაც რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა 2022 წელს კლუბი გაყიდა და როდესაც ის დასაჯეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კავშირების გამო, წერს ბლუმბერგი. Sky News მოჰყავს ტრამერის ვიდეო განცხადება, რომელშიც ის მიმართავს აბრამოვიჩს და ხაზს უსვამს იმას, რომ ჩელსის გაყიდვით მიღებული ფულადი მოგება უნდა მიემართოს უკრაინისთვის შექმნილ სპეციალურ ფონდში. შემიძლია გამოვაცხადო, რომ ჩვენ გავცემთ ლიცენზიას 2 მილიარდ ნახევარი გირვანკა სტერლინგის გადარიცხვაზე საფეხბურთო კლუბ ჩელსის გაყიდვიდან. ჩემი გზავნილი აბრამოვიჩის მიმართ ასეთია. შეასრულეთ ვალდებულება, რომელიც საკუთარ თავზე აიღეთ და გადაიხადეთ ფული ახლა, მაგრამ თუ კი ამას არ გააკეთებთ, ჩვენ მზად ვართ მივმართოთ სასამართლოს, თქვა სტარმერმა. გარდა ამისა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა ტელეკომპანიას განუცხადა, რომ მთავრობა იყენებს ყველა შესაძლო გზას, რომ აიძულოს აბრამოვიჩი მოიქცეს სწორად. ჩვენ გასაგებად ვთქვით, რომ ჩელსის გაყიდვიდან მიღებული ფული მოგება უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას უნდა მოხმარდეს. სწორედ უკრაინელი ხალხი დაზარალდა აგრესიის გამო და სწორედ მათკენ უნდა მივმართოთ ეს დაფინანსება.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააუქმა ევროკავშირის სამიტის წინ დაგეგმილი პრესკონფერენცია მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ გადაულახავი წინააღმდეგობების გამო სამიტის დღის წესრიგიდან მოხსნილია რუსეთის ფედერაციის აქტივების ექსპროპრიაციის საკითხი. პრესკონფერენციის გაუქმების თაობაზე ჟურნალისტებს ევროსაბჭოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა შეატყობინა, თუმცა მიზეზი არ განუმარტავს. ამერიკის კონგრესის წევრმა ანა პაულინა ლუნამ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა დაიცვას ქრისტიანები ზელენსკის რეჟიმის დევნისგან. ის შეუერთდა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციას იმისთვის, რომ მიიპყროს საზოგადოების ყურადღება კიევის რეპრესიების აღსარებლობის თავისუფლების წინააღმდეგ. არ შეიძლება ზელენსკის მთავრობის პირობებში ქრისტიანების დევნის იგნორირება. ჩემთვის პატივი იყო დგარიყავი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციის გვერდით, რათა ყურადღება მიმეპყრო სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული რელიგიური თავისუფლების ჩახშობისკენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დაიცვას ქრისტიანები და რელიგიური თავისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ აფინანსოს რელიგიური დევნა, დაწერა ლუნომ სოციალურ ქსელ X-ში. მანამდე მედია წერდა, რომ მართლმადიდებლები შეერთებულ შტატებში ითხოვენ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დაცვას. 200 ადამიანზე მეტმა მოაწყო საპროტესტო აქცია კაპიტოლიუმთან და თეთრ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ თუკი ევროპას და რუსეთს შორის ღია კონფლიქტი დაიწყება, მისი მიზანია მშვიდობის შენარჩუნება. ქვეყანამ უკვე დაიწყო იარაღის შესყიდვა. ადამიანებს არ ესმით, რამდენად ახლოს ვართ კონფლიქტთან. დღეს ზოგიერთები ამბობენ, რომ ნახავდნენ, ვის მხარეს დაიკავებდა სერბეთი დაპირებების შემთხვევაში, ჩვენ მხარეს თუ რუსების მხარეს. ამას ამბობდნენ ისინი, ვინც ბრიუსელს იმოწმებდა. სერბეთი საკუთარი თავის მხარესაა, მიუხედავად იმისა, მოსწონს ეს თუ არა ვაშინგტონს, ბრიუსელს, მოსკოვს თუ ნებისმიერ სხვას. თქვენ იცით, რომ პირველ მსოფლიო ომში ჩვენ დავკარგეთ მოსახლეობის 29%-მდე. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს არმიას, ვყიდულობთ ბევრ ახალ სისტემას. მინდა, რომ ადამიანებმა თავი მშვიდად იგრძნონ და იცოდნენ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი შემაკავებელი ფაქტორები და ის, ვინც ფიქრობს, რომ შესაძლოა რაღაც სადოს, კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან მისი დანაკარგები იქნებოდა ძალზე დიდი და ისეთი, რომელსაც ვერანაირი შეტევა ვერ გაუძლებს. ამგვარად, ჩემი მიზანია მშვიდობის შენარჩუნება, ჩემი მიზანია ჩვენი ეკონომიკის განვითარება, რომ ადამიანები იყვნენ მშვიდად, თავს გრძნობდნენ თავისუფლად და ხარჯავდნენ თავიანთ ფულს, განაცხადა ვუჩიჩმა. ვალერი ზალუჟნის თქმით, უკრაინაში შესაძლოა სამოქალაქო ომი დაიწყოს, როდესაც ჯარისკაცები ფრონტიდან დაბრუნდებიან. სახლში დაბრუნდება დაახლოებით 1 მილიონი სამხედრო გამოცდილების მქონე და შეიარაღებული უკრაინელი. ისინი აღმოჩნდებიან შემოსავლების მკვეთრი შემცირების, სამუშაოს და საცხოვრებლის არარსებობის წინაშე. ამიტომ შესაძლოა იოლმა ფულმა შეაცდინოს. ეს გამოიწვევს დანაშაულის და საფრთხეების გაზრდას ქუჩაში. არსებობს პოლიტიკური დედაბილიზაციის საფრთხეც, აცხადებს უკრაინის არმიის ყოფილი მეთაური. ზალუჟნიმ ისიც აღნიშნა, რომ მართალია საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, მაგრამ სამხედროები უკრაინაში უკვე მტრებად ყავთ გამოცხადებული. ბევრი უკრაინელი არჩევანს ციხის სასარგებლოდ აკეთებს და არა მობილიზაციის, განაცხადა უკრაინის სამხედრო ომბუდსმენმა ოლგა რეშეტილოვამ. სამხედრო ნაწილების თვითნებური დატოვების ერთ-ერთი მიზეზია ახალწეულების დაბალი мотиваცია, ამიტომ ისეთი შემთხვევების დიდი ნაწილი გვაქვს სწორედ სასწავლო ცენტრებში. კიდევ ერთი მიზეზია სიცოცხლის რისკი, როდესაც არჩევანი არსებობს ციხეში რამდენიმე წლიანი პატიმრობას და სიკვდილს შორის. ადამიანები არჩევანს ხშირად ციხის სასარგებლოდ აკეთებენ, ამბობს ოლგა რეშეტილოვა. უკრაინული მედია განგაში ზარს ბელარუსიდან რაკეტა ორეშნიკმა კიევამდე შესაძლოა 1 წუთსა და 51 წამში მიაღწიოს. ამ რაკეტის ვილნიუსამდე მიღწევის სიჩქარეა 1 წუთი და 4 წამი, რიუნემდე დაახლოებით 1 წუთი და 40 წამი, ლუცკიმდე დაახლოებით 1 წუთი და 44 წამი, ლვოვამდე დაახლოებით 2 წუთი და 24 წამი. სარაკეტო კომპლექსის ორეშნიკის პირველი პოზიციები აღჭურვილია. ის ჩვენთანაა, ჩვენის გვაქვს გუშინდელი დღიდან და გადადის საბრძოლო მორიგეობაზე, განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
ჩინური პორტალი Sohu წერს, რომ თუკი ნატო კალინინგრადის ოლქში შეიჭრება 5 საათის განმავლობაში 34 მილიონი ადამიანი დაიღუპება. კალინინგრადი რუსული ანკლავია ბალტიის ზღვაში, რომელსაც უზარმაზარი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მას მერე რაც ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის ნაწილი გახდა, თავისი გეოგრაფიული მდგომარეობით მიუხედავად მცირე ზომისა, ევროპის გულს წარმოადგენს. ბალტიის ზღვა ყოველთვის იყო რუსეთის და ევროპის დაპირისპირების ფრონტის ხაზი და კალინინგრადი თავისი გეოგრაფიული მდგომარეობის გამო მეზობელი ქვეყნებისთვის პირდაპირი საფრთხეა. ამიტომ მას ევროპის ტერიტორიაზე განფენილ რუსეთის შხამიან მორიელს უწოდებენ. ამერიკელმა ექსპერტებმა კალინინგრადის წინააღმდეგ შესაძლო აგრესიის შემდეგ რუსეთის ბირთვული კონტრდარტყმის მოდელირება მოახდინეს, რამაც აჩვენა, რომ რუსეთმა ბლოკის თავდასხმის შესაჩერებლად თავდაპირველად შესაძლოა გამოიყენოს მცირე სიმძლავრის სტრატეგიული ბომბდამშენი ნატოს შეტევის მიმართულებით. ამას მოჰყვა ნატოს ბირთვული კონტრდარტყმა და ორივე მხრიდან ბირთვული დარტყმების რაოდენობა პოტენციურად მიაღწევს 485 საათის განმავლობაში. ამას კი მოჰყვება 34 მილიონი ადამიანის დაღუპვა, 60 მილიონის დაშავება და ევროპის დიდი ნაწილის განადგურება. ომის მინისტრმა პიტ ჰექსეტმა პენტაგონში რეკრუტერებთან შეხვედრისას გაკვირვება ვერ დამალა იმით, რომ ამერიკულ არმიაში ახალწეულების რეკორდული ნაკადი აიყვანეს. პერსონალის აყვანის მხრივ ეს არის ისტორიული ციფრები, რაც ბიჭებო თქვენი დამსახურებაა. თქვენ იცით, რომ ჩვენი ახალგაზრდებიდან ბევრი ან ძალიან მსუქანია, ან სულელი. თუმცა სულელი სწორი სიტყვა არ არის. ეს ჩვენ არ ვაძლევთ მათ საკმარის განათლებას. ან ნასამართლეობა აქვთ, ან ფსიქიკური აშლილობა და სხვა მსგავსი პრობლემები. ბევრი რამ გავლენას ახდენს იმაზე, შეესაბამება თუ არა პრეტენდენტის სამხედრო სამსახურში აყვანის მოთხოვნებს, თქვა ჰექსეტმა.